კარტუბანი ერქვა. აბა კარტუბანი ქვია და ჩაკაზილა ესე ხო მე რა კარტუბანი ქვია ვილაპარაკე ნელა ძალიან უჩქარო ხო არა ნელა ვილაპარაკო ხო კაი მიდი გააგზავნე აბშედი მე ვსელდები და ამას დაუდგით მარტო ეს გააგზავნე ესე ცოტა ასე კაი გააგზავნე კოდექსში არის ობიექტი ესეთი რაღაც კარტუბანში რომ დავიწყოთ ერთობლივად რაღაცა და დავთანხმდით და ეს კარტუბანი რა არის ანუ რა ადგილია კარტუბანი არის კარტუბანი როგორ გითხრა კარტუბანია გავიგე მაგრამ ანუ მაყურებელმა როგორ უნდა გაიგოს კარტუბანი რას ნიშნავს კარტუბანი ვთქვა კარტუბანი ერქვა აბა კარტუბანი ქვია და ჩაკაზილა ესე ხო მე რა კარტუბანი ქვია იდეაში და მე ვეძახი კარტუბანი ხო მაგრამ კარტუბანი ხო უნდა მოვაგნო კარტუბანს კარტუბანის ისტორია ახსნა იცი რა არის ისტორია ომები რო იყო აგერ ქუჩაში ეყარა ხალხი კახეთი ლაგოდეხს რაიონი ყოფილი ისა და სოფელი კარტუბანი კარტუბანი ხო აილა თქვა მე გააგზავნე რა გაქოლგა არ არის ამის ეს ყველაფერი მე რა მე კაი და რა არის ანუ რას თავაზობთ რა ვქო მოსულ ადამიანებს გავიგეთ კი ბატონო ეს ცხენოსნობა გავიგეთ თევზაობა მოვედი აი დღეს მოვედი მე ვარ დამსვენებელი ხო აი ხა წვიმს გაგვიწვიმდა საოცარი მზიანი უკვე აუს ვერ გამოვიყენებ ხო ეს კლიდები მაიცოვა შოროთ არ ჩანს არა კაი ანუ ნახე მოვედი ვერ თევზაობ იმიტომ რომ წვიმს არა თევზაობ წვიმაში ხო წვიმაში რა თქმა უნდა თევზაობ კი ბატონო არ მინდა ან მე ვარ ადამიანი რომელიც მომწონს უბრალოდ ადგილი და არ მიყვარს ეს თევზაობა ხო всё კაი რას ვთავაზობ მენიუ გაქვს სამზარეულო გაქვს კი რა თქმა უნდა გვაქვს რესტორანი ქართული და ევროპული სამზარეულოთი და ძალიან ბევრ რაღაცას თავაზობ და ახლა თევზაობა თუ არ გიდა ახლა შენი ჭირვერას მე ხირებოდი აგე აბა მეტი რო უთხრა რანაირად რო თევზაობა თუ არ გაენდა და რას მოეხება ამ წიმაში თუ არ ამ წიმაში დევიწყო თავიდან მიდი არა წიმა არ იყო რომ მოვედი გაწიმდა არ მინდა თევზაობა რა გინდა ბაში ეს მითხარ და გეტყვიდე რა გინდა შენ რას თავაზობ ეგ მაინტერესებს რას თავაზობ წიმაში და ის ფეხი გამეჭიდა ეცალ და მე წიმაში რას თავაზობ რა მუსიკა თუ გაქვს შემიძლია მუსიკა თუ გაქვს შემიძლია თუ კარაოკე ვიმღერო მეგობრებთან ერთად რამე თუ გაქვს რესტორანი დაგვისვენდა ხელდა ის შემოწიო ეცალ მოვისმინე გამღალა ბიჭო მოვისმინე წვი უყურე წვიმაში რესტორანი გვაქვს აგერ პატარა დარბაზი სივსე გვაქვს არესტონო კი ბატონო შეგიძლიათ გადმოვზადოთ მეგობრებთან ერთად შეუკვეთოთ ქართული ევროპული სამზარეულო კი ბატონო და მიირთვათ რა მუსიკა ჩართოთ და მოილხინოთ წვიმაში კი ბატონო რამე განსაკუთრებულ მენიუს რამე განსაკუთრებულს თავაზობთ მენიუდან ვერა ანუ მე უბრალოდ დავაკონკრეტებ რას რამე ადგილობრივი კერძი თუ გაქვს ხო რამე ადგილობრივი კერძი თუ გაქვს რომელიც რომ ანუ უბრალოდ მარტო იმიტომ მინდა რომ ჩამოვიდე რომ რამე აქაური განსაკუთრებული კერძი როგორც გურული წვიმიან ამინდში არა წვიმიან ამინდში არ ვიძახი ანუ ზოგადად ვიძახი ანუ თუ აქვს ამ ხარეს რამე განსაკუთრებული ნიშა, ანუ მისი რამე ანუ აქ სამზარეულოს ხო? ზოგადად. კი, ანუ თქვენ მენიუში თუ გაქვთ რამე ისეთი კერძი, რომელსაც ვერ შევჭამ სიტყვაზე სხვა იმაში. არა, ჩვენაც გვაქვს ყველგან შეჭამთ მაგას. ანუ განსაკუთრებული არაფერი. განსაკუთრებული არაფერი. ლაზარე გამოყოფს დაბაზებულს. თუ სტუმარი უკმაყოფილოა, ლაზარე წვება ლაგაზე მე და თორიგეს გამოყოფს. ხო. კი. ის ბოლოკი უნდა. და გაბარები თან არ არის სადადამიანი. ძესმი დიალოგი. რა არის განსაკუთრებული და წვიმაში რა სიგნალია გასო რა არის რა ვიცი მე. ანუ რომ მოვდივარ აი ამ ადგილზე. მერე საჭველი მშია და მინდა რაღაც არ ცეცხლე მე აგერ მაგ დაბაზე გითხარი და განსაკუთრებული მე დაგნებ ხაჭაპურს და კიდე განსაკუთრებულად ჩამე და კიდე ის იმისი არ იყო სამი ქვების ობიექტი გარიო
საფიკვების ობიექტიო და აგერ არის შვილოსაჭმელი და გირა საბაჭავე გირა ნელაო. ანუ მესმის მარა ნახე მოვედი მომეწონა ყველაფერი და მინდა ისეთი რაღაცა მივირთვა რასაც ყველგან ვერ მივირთვა ხო და მაგას გეკითხები რამე განსაკუთრებით ყველგან ვერ მიირთებ ტბიდან ახალ ამოყვანილ თევზს ეგრევე დამზადებულს და შემოსულს. ძალიან დიდი მადლობა აი ზუსტად აი ამას გითხულობდი მე მანამდე. სხვა რესტორნებს არ აქვს ეს შემოთავაზება სხვა ადგილს არ აქვს რომ უცებ დაიჭირა თევზი და იქვე შეიწვა ან მოიხაშა და მიირთვა ხო კაი მადლობა ეს ჩიქაბებს კარგად ვიყოთ რა ვიცი მეტი რა გადავიღოთ აბა ერთ მითხარ წამო რამეზე იჭყობეთ დავარტყა მეტი რა მეჭყობეთ არა რამეზე იკამათო აი მე რაზე რამეა ვა დაიცა ამებს უჭიქა ერთ დავლიო რაზე ვიჭყუბოთ აი თქვენ დაბადებაზე იწყო. ხო ისე რა მაინტერესებს საგურამოდან რო ხარ და თბილისში ცხოვრობ 16 წელი და ესე უცებ შენი სახლი მიატოვე და გადმოხვედი აქ ანუ ვერ ხვდები ანუ არაპირებ დაბრუნებას არა რატო გახედე აი ნახე მოხელა საგურამოში ნაკლები ის გვაქვს ბუნება ლაგოდე საგურამოში გვაქვს ისა რომელიც აი თაბიჯოეთ კავკასიონის თვა გვაქვს ხედა საგურამოდანაც იხედება კავკასიონის თვიდან რომელი ხო ტრებზე რო ჩავა არა ლოჯზე რო ჩვენ სახში ლოჯში რო გახვალ იქიდან რა კავკასიონი როდის დაინახე ბოლოს აი ორი თვის წინ ვიღავი ჩასული არა ლაგოდე ხსა ძალიან აი ძალიან ბევრი დადებითი აქვს რა არა მე არ გულისხმობ ლაგოდეხის უარყოფით მხარეებს მე გეუბნები რომ ანუ საგურამოში დაბადებული გაზრდილი თბილისში ცხოვრობ 16 წელი საგურამოში არა ცხეთაში დაბადებული ხო არა საჭირო ყველაფერზე ესე მომყვეს სიტყვებში მე აუ გაბრიელი ცინა მაინტერესებს გეხვეწე მაინტერესებს კი არა მინდა გაიხსენო შენ რო იყავი რომელიღაც წვეულებაზე ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ხო დაახლოებით 5 წლის წინ იყო მაგრამ ხო კარგად მახსოვს ეგ ისტორია თან სახალისო ეხლა უყურე როგორ ხდება რა ცოტა მე ის ცოტა ეგ შენი მიეცე ბიჭო როგორი ცოტა მეტი დავლე და დავთერი ეგრე კი არა რაღაცა მიეცი რომ რაღაცა ხალისორდი რაღაცა მომივიდა მეტი დალევ რაღაცა ცოტა ისაკე დამაცი შევიდე როლში თავიდან თვრები დაიწყე ისეკენი ცოტა მიდი კაი მითხარი თავიდან არ უნდა თავიდან არა თავიდან მე რო ისავქნა რა გაბრიელი იცი რა მომიყევი ხო აბა დაახლოებით 5 წელს წვეულებაზე რო იყავი და რაღაცა ზედოზირებული ალკოჰოლური თრობა რომ მოგივიდა და რომ დამირეკეს ჩემი მეგობრის დაბადების დღე ხო შეუძლოდ რო იყავი სუფრა არის ძალიან მაგარი რა და შეუყევი მეცა ეს ქართულათა და ასო ვისკებია და ქართულათა რატო ლაპარაკობ ეს ანუ ქართულათა რას ის ქართულად და რა ქართულათა ხო მე გააგზელ კარგია თავიდან საიდან მოიტანეს ეს ამანათი რომ გააგზავნო თუ კადარ შეიძლება თავიდან მკითხე დედა როგორ დასვლა გახე თავიდან ეხა მართლა ამას გახედი მომისმინე შვილო ჩვენ ამით ფული უნდა ვიშოვოთ მარტო იმიტომ კი არა ვარ ჩამოსული ლაგოდეხი აგიპიარო უნდა სოფლიოს მოვედო მე და ქართულათა იბათა არ გიდა რატო ცოტა ისე ირება ქართულად ესე როდის ლაპარაკობ როგორ შენ რო სხვა ჩართვაში ჩამერთვები ესე ილაპარაკე ჩაკერთო საგვამოელი ხარ ირმას ბალღი ხარ თავიდან მკითხე გაბრიელ რამებსო ჭიქა მიდი აბა როგორ გადაკეცილა აი მე თუ რა დავაშავ მიდიო თქვი ეხლა და გელოდები აბა აუ გაბრიელ რა მომიყევი იცი დაახლოებით 5 წელი რო იყავი წვეულებაზე და თუ და ალკოჰოლური თრობა რომ მოგივიდა და ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე და რომ დამირეკეს მე რომ თუ შეიძლება მოდიო ძალიან ისე ცეცხური სუფრა რა და სასმელი არის ბლომათ ესე და მე შეუყევი გემრიელად შეუყევი და ძალიან ნამეტანი მომივიდა გაახვდი ცუდად და დარეკა უკვე იმან
მასპინძელმა. იუბილარმა. ხო, იუბილარმა. დარეკა სასტრაფოში, რომ ესე პერიოდი არის, რომ პირველი კოვიდი უკვე დამთავრებულია და მეორე ტალღაა დაწყებული. პირველი კოვიდი დამთავრებული არ არის. მეორე ტალღაა არც დაწყებული. ერთი მეორე ტალღა არ არსებობს, იმიტომ რომ ბავშვი უყავდა ზუსტად 2 კვირის. პლეხანოზე ცხოვრობდი მაშინ გაბრიელი. ანუ პლეხანოზე ცხოვრობდი, ბავშვი რომ ყავდა. კოვიდი არ არის დაწყებული. რა? არა. დასმელება ჭაჭაბარი დაკეტილი მაქვს უკვე. არ გაქვს ჭაჭაბარი და. ჭაჭაბარი დაკეტილი მაქვს უკვე. არ გაქვს ჭაჭაბარი და. აი მე მასავლის, ახლა უნდა უთხრა მაინც და მაინც ახლა და მე კადრი ჩაიშო. ჭაჭაბარი დაკეტილია უკვე. არის, არ არის დაკეტილი. პლეხანოვზე აბდექი? გააგზელე, კაი. ხო და გავხდი. თავიდან მკითხეო აღარ მკითხე, გააგზელე. საიდან გავაგზელე? გააგზელე. ხო, და ნუ სურათა ვარ და რეკავს სასტრაფოში იუბილარი რომ ნუ სურათარიო რაღაცაო ის და ამასობაში უკვე მიქაელს დაუყავშიდნენ შენ ხო დაგირეკეს და ისა რაღაცა ბლა 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 იქეთური შეც მოხვედი და წამიყვანე სახლში. სასტრაფო უკვე რო განთავისუფლდა ისაო, რა ქვია. რეგადა თავისუფალი ყავსო და პაციენტი როგორ გძნობ თავსო. მე ალბათ უკვე სახლში ვარ უკვე და კარგად გძნობი თავს და პაციენტი კარგად გძნობს თავს. მიქაელი მოვიდა და გაბრიელი სახლში წაიყვანა. ისე უნდა ქალბატონო ჩვენო არ ვცალიაო ახლა ხუმრობისთვის და რაღაცის. არა გენაცვალე. ჩემი მეგობარი მეგრელია რა. არა ერთი საპიცარი შვილი მყავს და არა გეფიცები მიქაელი იყო მოსული და გაბრიელი სახლში წაიყვანაო. ანუ რა გიდა შვილო? რატო შემომეჭერი კაცი? როლში ვიყავი შესული. ანუ ნახე, როლში უცებ უნდა შეხვიდე. ეგიდე შვილო, ეგიდე. ანუ შენმა მეგობარმა ანუ შენი მეგობარი სასწრაფოს ეუბნება რას? არა გენაცვალე მიქაელი იყო მოსული და გაწაიყვანა გაბრიელი, ხო? სასტრაფო ეუბნება რომ სახუმაროდ არ ვცალიაო. აი გათიშეთ რა. დრონა დებილი ხო არა ე? აი ხო, მერე გააგზელე. ანუ ჩემი მეგობარი ეუბნება სასტრაფო დაურეკა რომ ბრიგადა განთავისუფლდა. რატომ ეჭხუბები? აბა გიყვებოდი რა. ხო და რომ მიყვებოდი მომიყევი წესია, რატო ჭხუბო? ჩემი მეგობარს ხო გადამოურეკეს. ხო. უკვე. მე უკვე შენ წაყვანილი ყავა სახში. ხო. რომ ბრიგადა განთავისუფლდაო. ხო. და პაციენტი როგორ გძნობს თავსო? კი ბატონო. პაციენტიო. კარგად გძნობს თავსო. მიქაელი მოვიდა და წაიყვანა სახლშიო. გაბრიელი. მიქაელი მოვიდა, გაბრიელი წაიყვანა სახლშიო. ხალბატონო რა, მიქაელი მოვიდაო, რაღაცა ისე ეუბნება რომ ეხლა სახუმაროთო ჩვენ არ ვცალიაო. რომ ახლა ამდენი ისა გვაქვს, რა ქვია, გამოძახებები და რაღაცეებიო და ეხლა ცოტა რო ისავხნათო რა სერიოზულად. ერთადერთი საფიცარი შვილი მყავსო. გეფიცებიო მასო რომ მოსული იყო მიქაელიო და გაბრიელი წაიყვანა სახლშიო. კი ბატონო. მე და მადანა დავთავდა ყველაფერი ამიცი მე. სადა? მადანა რა? მად დამთავდა ყველაფერი. აი ეგ მინდა რა, ცოტა ისე რა, მადანა, იქანა, აქანა, წემეიღე და ხო, კაი. მეგობრებო, ეს არის მიქსტორი. მე ვარ მიქაელი და ეს არის გაბრიელი. მეგობრებო, გამოიწერეთ გვერდი. სამი გვერდი გაქვს? Facebook-ი, TikTok-ი 4. გამოიწერეთ გვერდი. გვერდი თქვი მარტო. მეგობრებო, გამოიწერეთ მიქსტორი. და გაერთეთ მიქაელთან ერთად, მეც შაგერთებით ხომ ხანდახ. გავლიო. ვინოდ გამოგიყვანეო. ამდე გინახე. ზაჯნა იგიწოდეო. არ ვიცით. ეთი არ ვიცით. არც ამექსის ბავში. აი დამატვე. გესაკანები გეიბოთვალე იქინეო. იქინეო. გესაკანები გეიბოთვალე იქინეო. ვარაღე. აი